კათოლიციზმი საქართველოში ქრისტიანობის ერთ-ერთი უძველესი და მცირე რაოდენობის მქონე მიმართულებაა, რომელიც ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლით გამოირჩევა, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოსა და სამხრეთის რეგიონებში. კათოლიციზმი საქართველოში მე-6-მე-7 საუკუნეებში შემოვიდა, ძირითადად დასავლეთ ევროპელი მისიონერების გავლენით მოხდა ეს. მე-13-მე-14 საუკუნეებში საქართველოს მეფეები, განსაკუთრებით გიორგი მეხუთე ბრწყინვალე, ურთიერთობდნენ რომის პაპებთან პოლიტიკური და სამხედრო დახმარების მიზნით. ამ პერიოდში შეიქმნა პირველი კათოლიკური მისიონერული ცენტრებიც. მე-16-მე-17 საუკუნეებში საქართველოში გამოჩნდნენ იტალიელი და ფრანგი მისიონერებიც ქუთაისსა, თბილისსა და ახალციხეში, ასევე აშენდა მცირე კათოლიკური ტაძრებიც. სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში, კათოლიკეები განსაკუთრებით მომრავლდნენ, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ზოგიერთი ქართველი ოჯახი ლათინურ ქრისტიანობაზე გადავიდა, რათა შეენარჩუნებინა ქრისტიანობა მუსლიმურ გარემოში. დღეს საქართველოში დაახლოებით 50,000 კათოლიკეა, რაც მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებს შეადგენს. კათოლიციზმის ძირითადი ცენტრები საქართველოშია სამცხე-ჯავახეთი, თბილისი, ქუთაისი და ბათუმი. საქართველოში მოქმედებს 3 ეპარქია: თბილისის სამღვდელმთავრო, სამცხე-ჯავახეთისა და აფხაზეთის ეპარქია და თბილისის სომხურ-კათოლიკური ეპარქია. კათოლიკე ეკლესია საქართველოში აღიარებულია სახელმწიფოს მიერ და აქვს სრულფასოვანი სტატუსი სხვა კონფესიებთან ერთად.